სალომე, რა ხდება, რა შეესწარი, ვინ დაინახეს საინტერესო მათ შორის ესეც რო თქვა, ჩვენ თვალი მომკარით გოგა ხაინდრავას და კიდევ რამდენიმეს და გვითხარი შენ ვინ დაინახე კიდე? დიახ, გოგა ხაინდრავა ჩვენც დავინახეთ, ქონდა შესაძლებლობა კადრი გადაგვეღო მისთვის, მაგრამ კითხვის დასმის შესაძლებლობა არ ქონია, რადგან ჟურნალისტები გარკვეული შეზღუდვებით მუშაობთ სამების საკათედრო ტაძარში და გადაადგილება შეგვიძლია მხოლოდ პირდაპირი ჩართვების დროს. დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ ჯებირებს მიღმა ვრჩებით და თუ რესპონდენტს არ ენდომება ჩვენთან მოსვლა და განცხადების გაკეთება, ჩვენ ნაკლებად შეგვიძლია მასთან მიახლოებას. შესაბამისად ჩვენ არ ვიცით, გოგა ხაინდრავა დღეს იმყოფება როგორც სტუმრის სტატუსით, თუ ის არის დელეგატებს შორის ერთ-ერთი, ან რომელ ეპარქიას წარმოადგენს. იგი ჩვენ ვნახეთ ლევან ვასაძე, რომელიც დიდი ხანია საქართველოში არ გვინახავს, მით უმეტეს ჟურნალისტებს არ ქონია შესაძლებლობა მისთვის კითხვის დასმის. მან გვანიშნა, რომ იმყოფებოდა როგორც დელეგატი თბილისისა და მცხეთის ეპარქიიდან და სწორედ ამ სტატუსით ესწრება ის სხდომას. ისტორიკოსების და მეცნიერების გარდა სამოქალაქო პირებიდან ასევე ვნახეთ თესეუს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბას სამუშია, რომელიც პრინციპში საეკლესიო ცხოვრებაში ჩართული არის და მისი როლიც საკმაოდ მნიშვნელოვანი არის საეკლესიო ცხოვრებაში და სავარაუდოდ ისიც წარმოადგენს თბილისის ეპარქიას, თუმცა მას განცხადება არ გაუკეთებია და არ უთქვამს რა სტატუსით იმყოფებოდა დღეს გაფართოებულ კრებაზე. კრებას რაც შეეხება დაახლოებით პირველის ნახევრისთვის უკვე პირდაპირი ჩართვის სიგნალი გაიხსნა და ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა თქვენთან ერთად თვალი გვედევნებინა ამ პროცესისთვის. ჩემთვის მანიშნებელი იყო, რომ მოდერატორი თითქოს არის მეუფე საბა გიგიბერიას, გახლავთ ხონის მღვდელმთავარი, რომელმაც წარადგინა სხდომაზე პირველი განცხადება, ასე ვთქვათ, მან გააკეთა და აღნიშნა, რომ სხდომა უნდა დაწყებულიყო პანაშვიდით, რომელიც მიხედვითაც უნდა მოიხსენიონ და პატივი მიაგონ კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს. ეს გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში და შეკრებილებმა პატივი მიაგეს კათოლიკოს პატრიარქის ხსოვნას. ამის შემდეგ კი უკვე გამოჩნდნენ კანდიდატები, მეუფე იობი, მეუფე შიო და მეუფე გრიგოლი, რომლებმაც სხვადასხვა შესასვლელებით ისარგებლეს, როდესაც შედიოდნენ სამების საკათედრო ტაძარში და სხვათა შორის იყვნენ წარმოდგენილები, არიან წარმოდგენილები სხვადასხვა ფერის მანტიებით, თუმცა რომელიმე სფერი თუ რაიმე სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, სავარაუდოდ ეს თავად უნდა გვითხრან. ჩვენ წინასწარ გვეუბნებოდნენ, რომ ძოწისფერ მანტიაში დღეს არც ერთი კანდიდატი არ იქნებოდა წარმოდგენილი. ორი იმყოფება იისფერი მანტიით, ერთი მეუფე გრიგოლი კი ცისფერით. პირველი სიტყვა, ვრცელი სიტყვა თქვა მეუფე შიომ, ეს იყო ერთგვარი მისასალმებელი სიტყვა და არა სიტყვა როგორც კანდიდატი კათოლიკოს პატრიარქობისა. მან ისაუბრა მართლმადიდებლობის მნიშვნელობაზე, გაიხსენა 1700 წლის წინ როგორ გახდა მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად, ასევე რა თქმა უნდა ხაზი გაესვა კათოლიკოს პატრიარქის როლსა და მის ღვაწლს საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში და გაიხსენა უკვე ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ საქართველოს ეკლესიის მმართველები და ისაუბრა მათ როლსა და მნიშვნელობაზე. ახლა მომდევნო პატრიარქმა უკვე უნდა ჩაიბაროს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია თავისი გამოწვევებით და უნდა მართოს იგი ღირსეულად. სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით გამახვილდა ყურადღება, თუმცა მის გეგმებთან დაკავშირებით საუბარი იქნება უკვე დახურულ კარს მიღმა და ამის მოსმენის შესაძლებლობა ჩვენ ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს და მაყურებლებს აღარ გვექნება. მეუფე შიოს გარდა სიტყვით გამოვლენ სხვა კანდიდატებიც, თუმცა ამ წუთებში როგორც მე მაქვს ინფორმაცია და დროით როგორც საზღვრავ, ამ წუთებში უნდა იყოს დღის წესრიგის დამტკიცება, ამასაც მეუფე შიო წარადგენს და ხმის მიცემით, ხელის აწევით დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციებს უკვე შიგნით მყოფი დელეგატები და სინოდის წარმომადგენლები. არიან თუ არა სინოდის წევრების სრული შემადგენლობით, ჯერჯერობით უცნობია. ამ სავარაუდოდ გარკვეული დროის შემდეგ თავად პრესამსახური გააკეთებს ალბათ ამის თაობაზე განცხადებას, თუმცა ვრცელდება ვერსიები, რომ შესაძლოა ერთ-ერთი მღვდელმთავარი არ იმყოფებოდეს ამ სხდომაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ ეს დაუზუსტებელი ინფორმაცია არის და ამის დაზუსტებას და ამ კითხვის დასმას ჩვენ უკვე მამა ანდრია
ჯაღმაიძესთან ან პრესამსახურის სხვა წარმომადგენელთან შევძლებთ დაახლოებით 1 საათის ინტერვალში და უფრო დაზუსტებით ინფორმაციას მოგაწვდით მოგვიანებით. სხდომამდე ჩვენ ვნახეთ ეპისკოპოსები, მიტროპოლიტები, მთავარეპისკოპოსები, მათ ნაწილს არ სურდა წინასწარ საუბარი ამ დღესთან დაკავშირებით, თუმცა როგორც უკვე გითხარით, ჩვენს გარკვეული შეზღუდვები შეგვეხო, შესაბამისად არ ქონდა მათთან მიახლოების საშუალება. მხოლოდ მამა მეუფე ანდრია და იოანესთან შევძელით დილა ადრიან მისვლა და კითხვების დასმა, რადგან ისინიც ადრიანად მოვიდნენ დღეს საკათედრო ტაძარში და 7 გარემოში ელოდებიან, რომ ჩაივლის მე-14 გაფართოებული კრება, რომელიც გახსნა მეუფეშიომ და ამის შემდეგ, როგორც უკვე გითხარით, დაიხურა პირდაპირი ჩართვის სიგნალი და ჩვენ აღარ გვეძლევა შესაძლებლობა გავიგოთ უკვე რა ხდება შიგნით, რადგან დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს კრება, დაიხურა კარი პირდაპირი მნიშვნელობით და სამების საკათედრო ტაძარში ახლა 1200 დელეგატი, ასევე მოწვეული სტუმრები, წმინდა სინოდის წარმომადგენლები იკრიბებიან, მსჯელობენ და ამ მსჯელობის შემდეგ ჩვენ გავიგებთ, ვინ არის კათოლიკოს პატრიარქი 152 კათოლიკოს პატრიარქი საქართველოს და ვიზე გააკეთებს არჩევანს წმინდა სინოდის შემადგენლობა. მოგეხსენებათ, კენჭისყრა უნდა იყოს ფარული, შეირჩა სპეციალური ადგილი კაბინისთვის, ოღონდ არ ვიცი ეს როგორ გამოიყურება, იმიტომ რომ კადრში არ ჩანს, ეს არის დახურული რაიმე, როგორც საერო ცხოვრებაში ხდება კაბინა, იქნება თუ არა დახურული, ჩემთვის უცნობია, თუმცა შეიძლება იყოს გამოყოფილი უბრალოდ სივრცე, მაგიდა, მარტივად რო ვთქვათ, სადაც ბიულეტენის შემოხაზვის შესაძლებლობა იქნება წმინდა სინოდის წარმომადგენლებს. ჩვენ ვიცით, რომ დაბეჭდილი ბიულეტენები ხვდებათ მათ და 3 კანდიდატი 57 წლის მეუფე შიო, 69 წლის მეუფე გრიგოლი და 66 წლის მეუფე იობის კანდიდატურები შეხვდებათ მათ და თავად უნდა გააკეთონ არჩევანი. ამის შემდეგ ბიულეტენს მოათავსებენ კონვერტში და გამჭვირვალე ყუთში განათავსებენ, რომელიც ტაძრის შუაგულს არის განთავსებული და კადრშიც კარგად ჩანდა, რომ შუაში არიან შეკრებილები წმინდა სინოდის წევრები და მხოლოდ წმინდა სინოდის წარმომადგენლები, ირგვლივ კი სხედან სწორედ დელეგატები და მოწვეული სტუმრები. მეუფე იობის, შიოსა და გრიგოლის გვერდებში გავლენიანი მიტროპოლიტი აბრამ გარმელია იმყოფება და ასევე მეუფე ისაია ჭანტურია, რომელსაც სხვათა შორის სურდა პატრიარქობა, მან წერილიც წაიკითხა ბოლო სინოდის სხდომაზე, მაგრამ განათლების პრობლემის გამო მას უარი უთხრეს, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს მრავალი წლის გამოცდილება და ასევე მას მეუფეში მსგავსად დიდი დამსახურების გამო აქვს ბრილიანტის ჯურისტარების უფლება სკუფიაზე. ის იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზ მიღმა აგვისტოს ომის შემდეგ და მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია იყო ახალგორში ოკუპირებული, თავის ეპარქიას მაინც არტოვებდა, თავად ომის დროს კი არტოვებდა ნიქოს, რომელიც იბომბებოდა და იბომბა მისი ეპარქიას. მიუხედავად ამ გმირობებისა და კულტურული თვალსაზრისით ეპარქიის განვითარებისა, მას მაინც უარი ეთქვა მიიღოს მონაწილეობა პატრიარქობის არჩევნებში და თავად მეუფე აბრამ გარმელია, რომელიც ასევე მეუფე იობის გვერდით ზის ახლა და ბრძანდება გაფართოებულ კრებაზე, მან დაწყებამდე განცხადება არ გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ ის მრავალი წელია საქართველოში არ ყოფილა და მის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა არსებობს.